Უშინ კიდევ ერთხელ ჩემთვის და ყველასთვის საზოგადოებისთვის ცხადი გახდა, რომ სისხლის სამართლის დევნისთვის ხშირად ხილული დაზიანებაც კი არ არის ხოლმე საკმარისი. იმიტომ რომ სიმძიმეს აქვს მნიშვნელობა. ამაზე ექსპერტმაც კი საუბრა, რომ ხილულ დაზიანებასაც გააჩნია. ზია შემთხვევაში საერთოდ არ იყო ხილული დაზიანება, არამც თუ რაიმე ტიპის სიმძიმის დაზიანება, არამედ საერთოდ არ იყო ეს ხილული დაზიანება, რომელიც აინტერესებს სასამართლო ექსპერტიზას. ეს ბიჭი, რომელიც წარმოდგენილი იყო სასამართლოზე, როგორც ჩანს, სისხლის სამართლის საქმეებზე ატარებს ხოლმე ექსპერტიზას და მან თავისი ჩვენებით ძალიან ნათლად აჩვენა, რომ მე როგორც სასამართლო ექსპერტი, რომელიც აღწერ ხოლმე ხილულ დაზიანებებს და იქაც არის სხვადასხვა სიმძიმის, მსუბუქი, მძიმე, ნაკლებად მძიმე, ამ შემთხვევაში საერთოდ არ იყო არანაირი დაზიანება. ბრალდების მოწმე იყო და ჩემთვის საინტერესო და ძალიან დასაფასებელი იყო ის, რომ მან თქვა ის, რაც ეწერა დასკვნაში, მაგრამ როგორც წესი მოლოდინია ხოლმე, რომ ბრალდება ახერხებს თავიანთი კითხვებით ისეთი მიმართულების მიცემას, რომ პროპაგანდისტვის სასარგებლო რაღაც ინტერპრეტაციები მოახერხოს და გამოიყვანოს. და ამ ბიჭის შემთხვევაში ის ჩაკეტილი იყო თავის პროფესიულ დასკვნაში და არ იყენებდა არც ერთ ისეთ ფორმულირებას ან სიტყვათა შეთანხმებას, რომელსაც შემდგომ პროკურორი გამოვიდოდა და მედიასთან გამოიყენებდა საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად. და ძალიან დასაფასებელია კი, ის მზად იყო, როგორც ჩანს, ჩანდა რომ ადამიანს ჰქონდა ნაფიქრი, იმიტომ რომ იცოდა რომ კითხვას დასვავდნენ, რომ სიწითლე რა არის, არის კი სიწითლე დაზიანება და მან რამდენჯერმე აღნიშნა, რომ მას ჩემთან მოსულ გებუაძეს, რომ მქონოდა ეს სიწითლე, მე ამას დასკვნაში არ შევიყვანდი, იმიტომ რომ არ არის ის ობიექტური რაღაცა, რაც დაზიანებას ასახავს და ნამდვილად გაკურვებულები დავრჩით, მე მგონი მზიას სხდომების დროს და მართლა ასეა გადაუჭარბებლად პირველად ვნახე მოწმე, რომელმაც თქვა სიმართლე და არაფერი სიმართლის ბრალდების მხარე ცოტა დაბნეული ჩანდა ჩემი აზრით, იმიტომ რომ ფიქრობდნენ, რომ კი დასკვნას ხო იქამდეც იცნობდნენ, მაგრამ ცდილობდნენ, რომ რაღაცა ამ სიწითლის საკითხზე რაღაც ეთქვა დამატებით, ან რა ვიცი, დარდი მაინც გამოეხატა, რომ კი შეიძლება გეტკინოს, მაგრამ და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ექსპერტი ძალიან მკაცრად მხოლოდ თავის პროფესიულ ამოცანას და დავალებას ასრულებდა პროცესზე. კი, და იმიტომ რომ როცა დაცვამ დაამთავრა გამოკითხვა, მე ისევ დაუბრუნდა ბრალდება, რამდენჯერმე ჰკითხეს ტკივილი, სიწითლე და ეს ადამიანი ჯიუტად იმეორებდა იმას, რაც ეწერა დასკვნაში და ამბობდა, რომ სიწითლე არ არის. მას შეიძლება პრობლემები შეექმნას, არ არის გამორიცხული არაფერი, სადაც სამსახურები დანყრიან ადამიანებს იმ პოზიციაზე. მაგრამ ნამდვილად მადლობას იმსახურებს გადაუჭარბებლად. რაც შეეხება მოწმეების ჩახსნას, თქვენ იცით, რომ ბრალდებას ყავდა, რა ვიცი, 12 თუ 13 ადამიანი, რომელსაც ერთი და იგივე რაღაცები უნდა ეთქვა, როგორ აუწითლდათ გებუაძეს ლოყა და ჩემი აზრით ახლა შეიძლება იყოს სხვა ახსნაც, მაგრამ ვფიქრობ, რომ თვითონ უკვე მიხვდნენ, რომ კონტრპროდუქტიულია პროპაგანდისტვის, მოყავთ ეს სხვადასხვა თავები სასამართლო დარბაზში, მეორებენ იმას, როგორ აუწით, დაიღალა, ანუ საზოგადოება დაიღალა იმის მოსმენით, რომ ირაკლით გებუაძეს ლოყა აუწითლდა, ან ეთკინა, იმიტომ რომ სხვა გარემოება მზიას საქმეში, რაზეც შეიძლება ბრალდება მან დაცვამ კითხვა დაუსვას მოწმეს არ არსებობს და 13-14 ადამიანი ამისთვის, რომ ეს კიდე ერთხელ თქვას ან გაიხსენოს, უბრალოდ კონტრპროდუქტიულია თვითონ პროპაგანდისტებისაც ეშინიათ ალბათ. ესეც არის, იმიტომ რომ იქ არის პროცესი სიმართლეს არ ამბობ, დიდი შანსია რომ აწდეს ერთმანეთში. და ყველაზე საგულისხმო ჩემთვის იყო ის, რომ თქვენ იცით, რომ რამდენიმე სხდომით ადრე ბრალდებამ შემოიტანა ახალი მიმართულება მზიას საქმეში, რომ ეს არ იყო აღელვების ან რაღაცის გამო, არამედ დაავალეს და თურმე ვიღაცა ერთ-ერთ კონკრეტულ პოლიციელსაც ჰქონია ამაზე ინფორმაცია, რომელმაც პატეკიც მოამზადა, ხო? თითქოს ტელეფონით მიიღო მზია. დიახ, ამის გამო მოითხოვეს სწორედ მზიას ტელეფონის გახსნა და ექსპერტიზა, რომ ამ პატეკის ავტორ პოლიციელს ჰქონდა ეს ინფორმაცია და გუშინ გვეგონა, რომ ეს ადამიანი მოვიდოდა სხდომაზე, მაგრამ მე გავიგეთ, რომ ისიც ამოირიცხა მოწმეების სიიდან, ალბათ დატესტეს და მიხვდნენ, რომ ესეც სასაცილოა, იმიტომ რომ სხვანაირად მე ვერ ვხსნი
საქმეში დარჩა ეს საქმეში ატაკი დარჩა, მაგრამ ბრალდებაში თვითონ ის რომ დავალება ან ორგანიზება ეგ ნაწილი არა. იქ შესაძლოა ეს იყო მცდელობა ზუსტად რომ ფოკუსი ამ სახის საწითლებიდან გადასულიყო იმ შეთქმულებებზე, რითაც ტრადიციულად ყვებავენ პროპაგანდაში, მაგრამ ვერ შეკერეს ესეც. ხო, საქმიდან გაიტანეს და ამ ველზე დატოვეს კობახიძე, პაპუაშვილი, მდინარაძე და თქვენ ალბათ გაიყო და ჩათვალეს რომ მოდი სალაპარაკოდ დავიტოვოთ მხოლოდ ეს და საქმეში ნუ შევიტანთ ამ კომპონენტს, იმიტომ რომ შეიძლება მათთვისაც ამძიმებს რაღაცას, იმიტომ რომ უფრო პოლიტიკურს ხდის საქმეს. თქვენ იცით რომ კობახიძეს და მდინარაძეს და სოზარ სუბარს ამის გამოც მათ შორის მზიამ მიმართა სასამართლოს საქმის დაწყების მოთხოვნით ნახოთ რას იზავს სასამართლო მიიღებს თუ არა საჩივარს წარმოებაში, მაგრამ ამ ბრალდებების გამო, ხო? და ესეთი რეალობაა, რა ვიცი, დავინახეთ, რომ სისხლის სამართლის დევნას ყოველთვის დაზიანებაც კი არ არის საკმარისი საფუძველი და ამ შემთხვევაში საერთოდ არანაირი დაზიანება არ გვაქვს და მართლარისთვის ზის მზია ამაღლობელი. აი, წარმოუდგენელი. მხოლოდ ეს კითხვა მიტრიალებს თავში, აი ამ აბსურდში ვართ გახვეული და პირველ რიგში მზია.